მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. პროტესტის კიდევ ერთი ფორმა დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა შიმშილობა გამოაცხადეს აქცია გაგრძელდება მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ასეთი ამოშიმშილეთა პირობა ლიდერები დაშლას არ აპირებენ და იგივეს მოუწოდებენ მოსახლეობასაც. დღეს აქცია მოძრავი გახდა ოპოზიციამ პირობა შეასრულა და პიკეტირება დაიწყო მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყა პარალელურად შენობის წინ მოწოდებები და ხელისუფლების კრიტიკა გრძელდება. თამარ ბაღაშვილი იმყოფება რუსთაველის გამზირზე. თამარ, რა მდგომარეობა ამ დროისთვის აქციაზე? რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს დაურიგეს სანთლები. ამ წუთებში უკვე დაიწყო ლოცვები. ლოცვას ტრადიციულად კითხულობს ზვია ძიძიგური. ამ დროისთვის არის ეს სიტუაცია, მანამდე იყო პოლიტიკური განცხადებები, იყვნენ გამომსვლელები, ცნობილი, ასევე უცნობის სახეები, პედაგოგები სხვადასხვა კუთხიდან, თუმცა აქციას უკვე შემოუერთდა და დღეს პრეზიდენტის გადადგომა მომიტინგეებთან ერთად უკვე არასრულწლოვანმაც მოითხოვა. დღევანდელი დღე გამორჩეული არ ყოფილა მოთხოვნების თვალსაზრისით, რადგან მოთხოვნები რჩება იგივე და ეს არის პრეზიდენტის გადადგომა, თუმცა მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, უბრალოდ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა დღეს. ეს არის ერთი ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყეს შიმშილობა, მეორე კი იყო ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც მიტინგის მონაწილეებმა დღეს პარლამენტის შენობას დაარტყეს. პარლამენტის პიკეტირება ნახევარ საათს გაგრძელდა. მიტინგის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს. ყველაფერი არის წესრიგში, ხელისუფლება არის არაადეკვატური და მათ ჩვენ გავხდით ადეკვატური. იქნება ყველა ის ნაბიჯი, რაც თავსდება დემოკრატიის და კანონის ფარგლებში და რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ პრეზიდენტი გონს მოვიდეს და მან დააღწიოს თავი იმ ადამიანების ტყვეობას, რომლებსაც როგორც ჩანს ის ალყაში ყავთ მოქცეული. Ჩვენი მონამორჩილი ლევან გაჩეჩილაძე ეს აცხადებს შიმშილობას. ერთი ძუთი. ვერა გონიათ შიმშილობა მიხარია ეხლა მეთოდოლოგიას. პროტესტის უკიდურეს ფორმას ოპოზიციის ლიდერებმა აქციების მეოთხე დღეს მიმართეს. ლევან გაჩეჩილაძეს ჯერ კობა დავითაშვილი შეუერთდა, შემდეგ კი პაატა დავითაია და ყოფილი მორაგბე ბიძინა გეგიძე. პროტესტის მისთვის საყვარელ ფორმაზე უარი არც ირაკლი წერეთელმა თქვა. როგორც ჩანს, ეს იდეა მართლა გვერდის ხელო იყო მოსული, აი ამით ამბობენ, რომ ჩემზედა სხვასაც მიეწოდება, ამიტომ აუქმება მოგესალმე, რომ შიმშილობა არ გამოაცხადოს. ჩვენ თავს კი არ ვიკლებ, ჩვენ სიცხეს მათ ვანდობ. თუ გადაწყვეტენ, ანუ არაფერს არ გადაწყვეტენ, ჩვენ მოვკვდებით, აი ეს არის მეტყვი. მთავარი მოთხოვნა უცვლელია პრეზიდენტის გადადგომა. მიტინგზე დღეს მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ იყო. აქციაზე ახალი ფრაზაც გაჩნდა: გუშინდელი პრეზიდენტი. ოპოზიციის ლიდერები ხალხს მიტინგზე მისვლისკენ მთელი დღე მოუწოდებდნენ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას აღარ ყავს პრეზიდენტი. ეს არ არის თქვენი პრეზიდენტი. ეს არის ოცი ნაზირის პრეზიდენტი. ლაპარაკია დროზე, ფორმებზე და საშუალებებზე, როგორ დავამთავროთ ეს ყველაფერი. ის არ მოვიდა ჩვენთან, არც ფიზიკურად, არც სიტყვიერად, არც გვითანაგზო. კიდევ შეურაცხყოფ, კიდევ რაღაცა პროვოკაციები მოაწყო, მაგრამ მე მინდა მას ჩვენ მეუბნებოდით
ეს სიტყვა მარტივია შეასრულე. ახლა ჩვენ შეგვეუბნებით ნახვამდის მიშიკო. ლიდერები მომიტინგეებს სხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერითაც ამხნევებდნენ. რამდენიმე გზავნილი დღეს ლეიბორისტებმაც მიიღეს, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიიდან. ეს ფაქსი და წერილი ჩამოსულია შორეული ავსტრალიიდან. ისინი ჩვენს ხელისუფლებას ცინიკურებს უწოდებენ და მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას. აქციაზე დღეს კვლავ გამოჩნდნენ ყოფილი ხელისუფლების სახეები, მათ შორის ლევან მამალაძის მეგობრები ლადო ბოჟაძე და ირაკლი გოგავა. დიალოგის შესაძლებლობა რა თქმა უნდა ყოველთვის არის. სანამდევია ეს მხარეებზეა დამოკიდებული. მთავარი მშვიდობით დამთავრდეს ყველაფერი. აქციაზე დღეს ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად პრეზიდენტის მისამართით უცენზურო გამონათქვამები ისევ ისმოდა. აქცია ამ წუთებში გრძელდება, მომიტინგეთა ნაწილი კვლავაც აპირებს გაათენოს ღამე პარლამენტის შენობის წინ, მათი ნაწილი კი წავალ სახლში. მიტინგის ორგანიზატორები და გამომსვლელები კვლავაც საუბრობდნენ პროვოკაციაზე და იხსენებდნენ გუშინდელ ღამეს, როდესაც მათივე განცხადებით ხელისუფლებამ შემოიტანა მოწამლული ღვინო და ისინი მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს არ დალიონ სასმელი, თუმცა იყო განცხადება კიდევ ერთ მოსალოდნელ პროვოკაციაზე და რატომღაც მინიშნება გაკეთდა 03 სასტრაფოს მანქანებზე. მიტინგის ორგანიზატორები, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ შესაძლოა სწორედ პროვოკატორები ისხდნენ 03-ის მანქანებში და ამიტომ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს სიფრთხილისაკენ. მე როგორც გითხარით, მომიტინგეთა ნაწილი გეგმავს, რომ ღამე გაათენოს პარლამენტის შენობასთან, თუმცა ოპოზიციის ლიდერებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება, ხვალ რომელ საათზე განხდება მიტინგი. მადლობ თამარ, რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში თამარ ბაღაშვილი საუბრობდა. სირცხვილის კორიდორი ასე უწოდებს ოპოზიციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციას. ახალგაზრდებმა სამინისტროს შესასვლელთან ცოცხალი დერეფანი გააკეთეს, სადაც მათი თქმით უწყებაში მომუშავე ყველა სამართალდამცველს უნდა გაევლო. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით ამ ფორმით სამინისტროს თანამშრომლებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ისინი სამარცხვინო ხელისუფლების სამსახურში არიან და მათ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს. უმრავლესობა მომიტინგეებს თავისუფლებებს და მოვალეობებსაც ახსენებს. მართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ აქციები კანონის დაცვით უნდა წარიმართოს. გიგი უგულავას თქმით, მათი იარაღი მხოლოდ სიმშვიდე და სიმტკიცეა ხელისუფლებისთვის. ყველა ადამიანის სოციალური პრობლემა ცნობილია და ამისათვის მოქალაქეებთან შუამავალი არ ჭირდებათ. თუ მშვიდობიანად ხდება პიკეტირება, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა. და ჯერჯერობით ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები მიუხედავად აბსოლუტურად აღმაშფოთებელი განცხადებებისა და ღია აგრესიისა, იმაზე არ წასულან, რომ ძალადობისთვის მიემართათ, იმიტომ რომ როგორც უკვე ერთხელ ვთქვით, როგორ ეფექტურადაც ხდებოდა მშვიდობის დაცვა, ის ეფექტურად მოხდება წესრიგის დაცვა. ნებისმიერი მშვიდობიანად გამოხატული კანონიერი პროტესტის ფორმა არის ნორმალური, მაგრამ არავის არ აქვს საშუალება მოახდინოს პარალიზება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ორგანოებისა და დაწესებულებების. ეს რა თქმა უნდა არ იქნება დაშვებული. რაც შეეხება მიზანს ამ პიკეტირებისა, ეს ალბათ არის ყურადღების მიქცევა და კიდევ უფრო გამტკიცება იმ ილუზიისა, რომელიც ჩავარდა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არის რაღაცა ტიპის შინაარსლობა, ეს არ არის. ჩვენ ერთმანეთის პრობლემები ძალიან კარგად ვიცით და ჩვენ ამაში შუამავალი არ გვჭირდება. ამავდროულად ჩვენ ვიცით ყველა იმ ადამიანის გაჭირვება და კარგად მოგვეხსენება, რომ არ არის ხალხი დალხენილი დღეს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ბევრ განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობას. განსაკუთრებით დევნილებს, რომლებიც აეხლა რომ მოვდიოდი შემხვდნენ და მეუბნებოდნენ, რომ კიბის ქვეშ ცხოვრობთ, მაგრამ აი ამ უნამუსობას მაინც არასდროს არ წამოვეგებით. ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება იმ ღვინოს, რომლის მიღების შემდეგაც მომიტინგეები საავადმყოფოში მოხვდნენ. დაკავებულია ის პიროვნებაც, ვინც აქციაზე სასმელი მიიტანა. 10 ლიტრა შავი ღვინო საკმარისი აღმოჩნდა, რომ 24 ადამიანი შეუძლოდ გამხდარიყო. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ასეთია ექიმების დიაგნოზი. ამ დროისთვის დაზარალებულთა უმეტესობა სახლშია გაწერილი. მედიკოსებმა ეგრეთ წოდებული მძიმე პახმელის შემდეგ პაციენტები კლინიკიდან გაუშვეს. წმინდა მიხაილის საავადმყოფოში მიყვანილი აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯუმბერ ხუბოა ამბობს, რომ მას მოწამლული ღვინო დაალევინეს. ექიმების დიაგნოზით კი ეს ახალგაზრდა ნაბახუსევი დაღლილი და შეციებულია. სამიდრია იყო და იქიდან სვავტოს. და დღეს გავხდა ცუდად ვარდო.
ანუ რა საბრალებ ღვინოს ჭერდა რამე? ჯუმბერ ხუბოას მსგავსად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამთენიისას ცუდად გახდა კიდევ 23 ადამიანი. სიმპტომები ყველას ერთნაირი ჰქონდა. ღვინის დალევის შემდეგ ამ ადამიანებმა თავი შეუძლოთ იგრძნეს. ოპოზიციის ლიდერები და საავადმყოფოში მოხვედრილი ახალგაზრდების მეგობრები დილიდან ამტკიცებდნენ, რომ მოწამლული ღვინით რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც, თუმცა ეს არ დადასტურდა. გითხრეს რომ 4 ადამიანი დაღუპულია, მაგრამ ესეთი სახელის და გვარის ადამიანი მან არ ფიგურირებს. დაღუპულების შესახებ რა ინფორმაცია გაქვს? არაფერი, ჩემო, არ ვიცი, 45 წლის არის ერთიო და დანარჩენი არ ვთქვათ. დანარჩენი პატარები არიან. საქართველოში ღვინოში საწამლავი ჩახრა შეიძლება? ან ვინც ეს გააკეთა, კარგი დაგავალეს, ვიღაც პოლიციის პოლკოვნიკი ყოფილა, არც ვიცი. ეს როგორ უნდა იტანოს შეიძლება? ყველაფერს სასწორია. მოდით ქვია მესმელე ღვინაში ნუ ჩამიყრი საწამლავს და როგორ შეიძლება ესეთი რამის გაკეთება? მომიტინგეების მოწამლა პოლიციის გადამდგარ პოლკოვნიკს, საქაერო ნავიგაციის დაცვის თანამშრომელ გიორგი გოცირიძეს დაბრალდა. დაზარალებულების თქმით, სწორედ ამ პიროვნებამ მიიტანა მიტინგზე 10 ლიტრი შავი ღვინო, გვენცაძე დღის ბოლოს დააკავეს. მომზევდნენ ეს ბიჭები უკვე უნდა გაელახათ, მაგრამ ჭაღარაკაცია გაანებეთ თავი მეთქი და გავიყვან, გავუშვებ, ღვინო მოიტანა, ბომბი ხوارა მეთქი. პატრულთან გავაცილე ეს ადამიანი. და გზაში ვეკითხები მიზანდებით ვინხართ? მეო გადამდგარი პოლკოვნიკი ვარო, დისკები მოვიტანეო, მუსიკა რომ მოესმინათ ბიჭებთანო, DJ-ს დაამოწმებს ამას. ხოდა ღვინო დავალევინე ბიჭებთან, პროვოკატორს მეძახიანო. წუხელ რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა საფოთრო პოლიციის თანამშრომელს წარმოუდგინეს აქციის ასევე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გიორგი გოცირიძე, რომელიც არის საქაერო ნავიგაციის შენობის დაცვის თანამშრომელი და განაცხადეს, რომ ამ პიროვნებამ მიიტანა აქციაზე ღვინო, რის შემდეგაც საფოთრო პოლიციის თანამშრომლების მიერ იგი იქნა დაკავებული. ჩვენი კონტრაქტორები არის, ჩვენ ვუდებთ სახელმწიფო სტრუქტურას, დადებული ვარ კონტრაქტი სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ახორციელებს დაცვის და ჩვენი დაცვის ობიექტებს. სამწუხაროდ ესეთი ადამიანი არსებობს საერთოდ რა. სამწუხაროა. ალკოჰოლური თრობისა და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით 5 სხვადასხვა საავადმყოფოში მოთავსებული დაზარალებულების უმრავლესობა შუა დღისთვის სახლში გაწერეს. არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოწამლული ღვინის პაციენტთა გარდაცვალების ფაქტს არც ექიმები ადასტურებენ. არ ინფორმაცია რომ დაღუპულები არიან ამ ინტოქსიკაციით. იცით რა, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ჩემთან ამდაგვარი არავინ არ მოსულა, ასე რომ ამდულად ან თქვენ 6 პაციენტი შემოვიდა და 6-ის მდგომარეობა სტაბილურია. 6-ის მდგომარეობა კიდევ ერთხელ გეუბნებით, 2-მა უკვე დატოვა სტაციონარი, დარჩა 4 პაციენტი. გამოდიან იმ მდგომარეობიდან, თავს ნორმალურად გრძნობენ და ნუ ახლა გამოზარხოშების ფაზაა და ახლა რამდენ ხანს გაგრძელდება ძნელი სათქმელი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ნაბახუსები პაციენტები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მოინახულა. ალკოჰოლის მოყვარულ მომიტინგეებს კი ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე საგანგებო რჩევა მისცა. ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ. სხვადასხვა ხარისხის განსაკუთრებით ღამის განმავლობაში თავი შეიკავონ ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღებისაგან. აი ეს გახლავთ ის ინფორმაცია, რომელიც მინდოდა თქვენთვის მომეწოდება. უმეტესი მათგანის მდგომარეობა ეს არის პოსტ-ალკოჰოლური მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ ხშირია, თუკი ბევრ ალკოჰოლს მიიღებს ადამიანი მიუხედავად მისი ხარისხისა. აქციაზე მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე აყვანილი გიორგი გვენცაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მის მიერ მიტინგზე მიტანილი ღვინო კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. დღევანდელ აქციაზე პატრიოტების ჟილეტების ჩაცმული 6 ახალგაზრდას გამოჩნდა, ერთ-ერთმა მათგანმა რუსთაველის გამზრდას შეკლებილ მოსახლეობასაც მიმართა, თუმცა დანარჩენებმა კამერებთან გამოჩენაზე უარი თქვეს. ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ ისინი განმუხურის პატრიოტთა ბანაკიდან იყვნენ. უგანებით კომენტარი კულტურის სამინისტრის მოადგილე ვლადო ვარძელაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით პატრიოტთა ბანაკებში ყველა ახალგაზრდას აქვს საშუალება დაისვენოს და ისინი პოლიტიკურ არჩევანში თავისუფალნი არიან. ინტერვიუ იმისგან აიღეთ, ვინც სიტყვას აძლევს ეხლა რა. რატომ მოვედით და ხალხის გვერდზე ვდგევოთ? ხო, ჩვენი ხალხის გვერდზე ვარ. გადაყენება რა. საკმარისი არ არის. ინტერვიუ ჩაწერეთ იმისგან, ვინც სიტყვას აძლევს. არაფერს კომენტარს არ ვუკეთებ. იმიტომ უბრალოდ რამე პირადი წყენა გაქვს მისავიორდა. კარგად იცის, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და არავის არ აქვს უფლება გამოიყენოს ამ პროგრამის ლოგო და დროშა, რომელიც შექმნეს თვითონ ორგანიზატორებმა ამ პროგრამის.
ეს რომ იყოს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, რა თქმა უნდა. იმ ახალგაზრდებს მე მოუწოდებ, გავიდნენ მიტინგზე, ვისაც გასვლა უნდა არ არის ამის პრობლემა. დააფიქსიროს ყველამ თავისი აზრი და მე არ მინდა ვცხოვრობდე ისეთ საქართველოში. ყოფილი მხედრიონელები და ყოფილი სახელმწიფო დამხობლების გვერდზე იდგნენ პატრიოტები. ოპოზიცია ბიზნესმენებს მიმართავ ზვიად ძიძიგური დღეს მეწარმეებს რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდებდა. კონსერვატორების ლიდერი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებასთან ბრძოლა მათი გამარჯვებით არ დასრულდა, ეს ბიზნესზეც აისახება და მეწარმეების მიერ დაგროვილ ქონებას მართველი ძალა დაეპატრონება. ძიძიგური ქართულ ბიზნეს წრეებს თანადგომისკენ მოუწოდებს. ჩაჭყდომა მიდის. ამიტომ სწორედ მიიღეთ, არ ეფიქროთ. ჩვენ მინდა ყველა ბიზნესმენს უსრა. ხომ იცით, თუ კი ჩვენ აქედან ისე დავიშალეთ, რომ ჩვენ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ყველა ბიზნესმენს საერთოდ ბიზნესს. ეს ხო 2-4-4-ია. ეს პროცესი ჩვენ ამ აქციებითა და ამ პროტესტებით შევანერებთ. ყველა საერთოდ და ის არ არის 1 და 2 ადამიანი, ბატონი ოთარ მეღვინე უწესი, რადგანაც ლაპარაკობდა გუში. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს მასიური შემთხვევა და ამ პროტესტის განმავლობაში ეს შეჩერდა ყველაფერი. ვისაც კარგი სახლია, კარგ უბანში, ხო იცით რომ ყველას მიადგენიან და ყველას დაუწყებენ იმას. მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივმართო. მოდი ჩვენთან, მოდი. ბიზნესმენები კი დღეს შერატონ მეტეხი პალატში თათბირობდნენ ყველა ცნობილი ქართველი მეწარმე თბილისის შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქცია და ეკონომიკა რა გავლენა მოახდინა და შემდგომ მოახდენს რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ბიზნეს გარემოზე. შედარებით მეტეხი პალატში ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს. ნათია ბანძელაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნათია, რა სიტყვენ ბიზნესების წარმომადგენლები, როგორია მათი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? დამოკიდებულება გახლავთ ის, რომ ისინი შეშფოთებულები არიან არსებული ვითარებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არც ერთი პარტნიორი საგან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისგან არ გაკეთებულა განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ვთქვათ ატოვებენ საქართველოს შექმნილი ვითარების გამო, თუმცა არის გარკვეული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ახალი ინვესტორები, რომლებიც აპირებდნენ სერიოზული ფულის ჩადებას საქართველოში, გარკვეულ ტაიმ-აუტს იღებენ იმის გამო, რომ დღეს ასეთი სიტუაცია არსებობს. თუმცა დღეს 100-მდე წარმომადგენელი იყო შეკრებილი შერატონში, დაახლოებით 1 საათი საუბრობდნენ ისინი დახურულ კარს მიღმა და მიიღეს მიმართვა, რომელიც ეკუთვნის ძირითადად მოქალაქეებს, კოლეგებს, მომწოდებლებს. აქ არის დაფიქსირებული ის, რომ მათ შექმნეს სამუშაო ადგილები, თუმცა ისინი მზად არიან კიდევ ასევე დაასაქმონ ადამიანები, შეუძლიათ უფრო მეტის გაკეთება და ამისთვის აუცილებელია სტაბილურობა. მე ამოვიკითხავ სულ რამოდენიმე წინადადებას ამ მიმართვიდან. კარგად ვაცნობიერებთ, რომ სამწუხაროდ მოსახლეობის დიდი ფენა ჯერაც ვერ ჩაერთო ეკონომიკური აღმავლობის ამ ტალღაში. ისიც გვესმის, რომ ალბათ ჩვენც და ხელისუფლებაც კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლება, თუმცა არ გვესმის ამ პოპულისტური განცხადებების აცხადებენ თვითონ ავტორები, როგორც გითხარით, ამას 100-მდე ბიზნესმენმა მოაწერა ხელი და სწორედ ციტატას ამოვიკითხავ. ჩვენ და გასაკვირად ჯერ არც ერთი პოლიტიკურ ძალას არ შეუთვლია საჭიროდ ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის ბიზნეს გარემოს შემდგომი რადიკალური რეგულაციის და სახელისუფლებო გუნდთან დაუპირისპიროს რაიმე არსებითი ან გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებს და მის მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობას. ანუ ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ის ადამიანები, რომლებიც პირიქით ხელს უშლიან ადამიანების დასაქმებას და ბიზნეს გარემოს სერიოზულ საფრთხეს უყენებენ, არ ქმნიან არავითარ რეალისტურ გარემოს ბიზნესის გასაჯანსაღებლად და პირიქით ხელს უშლიან ქვეყანაში არსებულ ვითარებას. Декларация საუბრობს იმაზე, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოს ჰქონდა ძალიან საგრძნობი ეკონომიკური წინსვლა, ძალიან საგრძნობი. თუმცა ბუნებრივია ვაცნობიერებთ, რომ ჯერჯერობით ამ ეკონომიკურ წინსვლამ მოსახლეობის ყველა ფენა ვერ მოისვა. არის ასევე გარკვეული ჩვენი აზრით საინტერესო ფაქტები მოყვანილი, წმინდა ეკონომიკური მშრალი ფაქტები ჩვენ ბიზნესმენები ვართ და ამენაზე ვიყვარს საუბართ, ფაქტები არ ტყუიან. არის მათ შორის შედარებები გაკეთებული საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის DST-ს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, მცირეოდენი პროგნოზით. შედეგად ამისა არის გამოხატული ჩვენი სურვილი და მოწოდება თუ გნებავთ საზოგადოებისადმი, რომ შევინარჩუნოთ ერთმანეთის პატივისცემა, კონსტიტუციისადმი პატივისცემა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და შევინარჩუნოთ შესაბამისად ეკონომიკური წინსვლის ყველანაირი წარმომადგენელი, რომელიც დღესდღეობით არსებობს ქვეყანაში. კაფეო რეალობაა, რომ ყველანაირად ბიზნესისთვის არის დამანგრეველი არასტაბილურობა, არეულობა ქვეყნის, რომელიც ჩვენ მივახციეთ დღემდე ბიზნეს აქტივების აწევებით, დასაქმებით ხალხის და
ჩვენ ვადასტურებთ იმას, რომ ჩვენ გვინდა რომ იყოს სტაბილურობა საქართველოში. თავარია რომ ჩვენ სურვილი გვაქვს რომ ხალხი დავასაქმოთ. ბიუჯეტში თანხები გადავიხოთ, იმიტომ დღევანდელ სხდომას ესწრებოდა საქართველოს ბიუჯეტის 70%, ვისაც შეაქვს ბიუჯეტში. და ეს ამას უნდა სტაბილური სიტუაცია. სტაბილური სიტუაცია ჩვენთვის შეიძლება მიტინგი დემოკრატიის დამახასიათებელი მომენტია, მაგრამ ბიზნესთვის არ ვარ. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ითხოვს და მართალიც არის რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, ქვეყანა უნდა აშენდეს, უნდა განვითარდეს, ხალხის ცხოვრების დონე უნდა გაუმჯობესდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვნად ალბათ ყველაზე მეტად დამოკიდებულია ბიზნესის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ ბიზნესმენებს რა თქმა უნდა არანაირი სურვილი არ აქვს პოლიტიკაში ჩარევის, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას. ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ ის პირობები, რომელ პირობებშიც შევძლებთ შრომას და შრომის შედეგის დანახვას. და ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა. მიმართვა როგორც აღნიშნეთ, უკვე ხელმოწერილია ბიზნეს წრეების 100-მდე წარმომადგენელმა დააფიქსირა ამ მიმართვაში თავისი პოზიცია და ისინი მიმართავენ მოქალაქეებს და პარტნიორებს, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა იმისთვის, რომ ადამიანების კეთილდღეობა სწორედ შესაძლებელი იყოს ბიზნეს გარემო შენარჩუნებით. მადლობთ ნათია, ბიზნესმენთა შეხვედრის დეტალებზე ნათია ბანძელაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბიზნესმენების გარდა დღეს საკუთარი პოზიცია ხელოვანებმა და სპორტსმენებმა გამოხატა. სპორტული საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა სპეციალური დეკლარაციაც მიიღებს. მოგვიანებით კი შეხვედრა უკვე სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტთან გაიმართა. საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრიდან გამოსული სპორტსმენები აცხადებდნენ, რომ ქვეყნის პირველ პირთან დღეს არსებული მდგომარეობა განიხილეს. კომენტარები, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა. ერთობა და ერთად ყოფნა. მე ვიტყოდი მეც იმას ვიზიარებ, რომ ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთის პატივცემა და ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და აი ამ ერთიანობაში უნდა ვიყოთ თლიანი. დღეს სარაგბო თემი შეიკრიბა იმის გამო, რომ საკმაოდ რთული სიტუაცია იყო და სამწუხაროდ ხშირად ხდება დღეს სხვადასხვა სახელების გამოყენება სარაგბო თემებთან დაკავშირებით და აი ამ განცხადებაში გარდა სხვა მოწოდებებისა არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი, რომ ჩვენ ვთხოვთ მთლიანად საზოგადოებას, რომ არავინ არ გამოიყენოს სარაგბო სახელი თავისი რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად. ჩვენთანაც იყო საუბარი და პრეზიდენტმა ძალიან მშვიდად თქვა, რომ ყველაფერი ძალიან მშვიდობიანი და კარგად დამთავრდება. თქვენი პოზიცია ანუ რას გულისხმობთ არა, სხვას მე ვერაფერს ვერ ვიცი. და თქვენი პოზიცია? მეც შესაბამისად ვიყავი აღელვებული, ეხლა ვარ შედარებით დამშვიდებული. მანამდე სპორტსმენებმა თავიანთი პოზიცია სპორტ კაფეში დააფიქსირეს. მათი განცხადებით სპორტული საზოგადოება ვერ დარჩება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილი. სპორტსმენები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რიგითი ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად დიალოგი აწარმოონ საზოგადოების ყველა ფენასთან. ერთადერთი მიუწოდებ ამ ჩემი ხელმოწერით, რომ იყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ვიცი რა არის გაჭირვების ფასი და მე მინდა რომ უთანაგრძო იმას, მაგრამ მე ჩემს შეხედულობას გამოხატა, იმიტომ რომ ხალხთან ნახდათ უნდა ვილაპარაკოთ, მართლა გაუმჯობესოთ ჩვენმა ცხოვრება, მაგრამ შეიძლება საუბარი არ შეიძლება იმათთან, ვინც ამ ხალხს რაღაცნაირად მოუწოდებს იქითკენ, რომ სხვადასხვა ფორმებით მათ გამოხატონ თავის მოდვისათვის ზიზღი და არ დანახვა. ჩვენთვის რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ კონსტიტუციურ ვადებში მოხდეს ის ყველაფერი, რაც არის დადგენილი და რაც არის მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა ამ დეკლარაციით ხარს უჭერთ ყველანაირ კანონიერ მოთხოვნებს, რაც კი კანონის ფარგლებშია და აღკვე არის ჩანს ნათლად, რომ ხელისუფლებამ თავის მხრიდან აწარმოოს დიალოგი ადამიანებთან, ყველაფერი და ყველა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხელმოწერების რაოდენობა იზრდება ოპერის მანიფესტზე. ყველა დაინტერესებულ პირს დოკუმენტის ნახვა ოპერის ვებგვერდზე შეუძლია. ხელოვანთა ჯგუფის მიერ დაწყებულ აქციას დღეს მხატვრები და ექიმები შეუერთდნენ. ჩრდილში დგომა და მოვლენებზე გარედან დაკვირვება დღეს მიუღებელია, ასეთია მათი პოზიცია. მანიფესტზე 100-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა. არ უნდა დავრჩეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიღმა. არ შეიძლება სიტუაცია იმ დონეზე დაიძაბოს, რომ ხალხმა ანალიზის უნარი დაკარგოს. ეს ოპერაში მიღებული იმ დეკლარაციის ნაწყვეტია, რომელსაც დღეს მხატვრებისა და ექიმების ნაწილით შეუერთდა.
არ შეიძლება რომ ასეთი საკითხები რაც დაისვა აი მიტინგებზე წდებოდეს ამდაგვარად. Რა თქმა უნდა საჭიროა მოლაპარაკება, რა თქმა უნდა საჭიროა დებატები. დეკლარაციაზე ხელის მოსაწერად სამხატვრო აკადემიაში 70-ზე მეტი მხატვარი და პროფესორი მასწავლებელი შეიკრიფა. ისინი ეთანხმებიან ოპერაში მიღებულ ხელოვანთა მანიფესტს და მიაჩნიათ, რომ ჩრდილში დგომით ქვეყანას ვერ დაეხმარებიან. ჩემთვის პირადად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძალიან მარტივ ფორმულას. ის რაც უხარია კრემლს, ის არ უხდება ჩემს ქვეყანას. კრემლი თუ ცინის და კმაყოფილია, ის ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანას სულად აქვს საქმე. ქართულ ხელოვანებს დღეს საქართველოს პრეზიდენტიც შეხვდა და დახურულ კარს მიღმა პირადად მოისმინა მათი მოსაზრებები. შეხვედრის დეტალებზე უკვე კანცელარიიდან გამოსულმა ცნობილმა სახეებმა ისაუბრეს. არის ორი გზა, ხო უნდა დავიშალოთ წავიდეთ სახლებში, ამ და შედგეს დიალოგი, ხო? მხარეები არიან თანახმადი. ძალიან დიდი ხანია მდგავარ ქუჩაში. მე თუ მკითხავთ, მე აღარ მინდა. ყველაზე მეტად ახლა ჩემ ქვეყანას ჭირდება მშვიდობა, ჭირდება სიმშვიდე, ჭირდება ნორმალური დიალოგი და არა მუქარა. და მე მას ვთხოვე, რომ იქნებ გამოსულიყავით თქვენ თვითონ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ და ამაზე ვრჩები, პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს ხალხთან, რაოდენად რთული არ იქნება მისთვის აი ეს შეძახილები და ასე შემდეგ, ის აუცილებლად უნდა მივიდეს თავის ხალხთან. ქართულ ხელოვანთა მანიფესტი უკვე ინტერნეტითაც გამოქვეყნდა. ოპერაჯი დეკლარაციის მხარდასაჭერად საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება სწორედ ამ ვებგვერდზეა შესაძლებელი. 9 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება ვახოსანაიას ток-შოუ არჩევანი. თემა გასაგებია, თუ ვინ იქნებიან დღეს ვახოს სტუმრებზე, ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანი საუბრობს ვახო გისმით. საღამო მშვიდობისა, ბიზნესმენები, ხელოვანები, სპორტსმენები, სამივე სფეროს წარმომადგენლები ცალ-ცალკე აქვეყნებენ დეკლარაციებს მიმართვის ტექსტს, ბევრი ცნობილი ადამიანი აწერს ხელს. როგორ უყურებენ 2 ნოემბრის მოვლენებს ბიზნესმენები, ხელოვანები, სპორტსმენები? ჩვენი სტუმრები იქნებიან ლადო გურგენიძე, თემურ ჭყონია, გია მაისაშვილი, ლადო პაპავა, ლუკა კურტანიძე, ლელა ირაკლი დოლაბერიძე, გიორგი მაკაცარაშვილი, რეზო გაგუა, გია ბუღაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ლევან ხვინჯილია. გადაცემაში განსხვავებული აზრის მქონე ბევრი ადამიანი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს. არჩევანი 10 საათზე 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ დაიწყება, ასე რომ საინტერესო ეთერი გველოდება. გვადლობთ ვახო, კურიერი კი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. არანაირი დათვი ამ შავბნელ უარყოფით ძალებს. რატომ არ შეიცვლება არჩევნების თარიღი და რატომ არ იზიარებს ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს პრეზიდენტის ინტერვიუ და შეფასებები? ძალიან ვწუხვარ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ ხალხს ესე ელაპარაკება. это такое? Что я вас спрашиваю, что это такое? Значит, передайте вашему генералу, господину Чабану, что объявляю я его нежелательной персоной в Грузии. В ближайшие дни он пусть покинет территорию Грузии. Я вам сообщаю, что Сухуми это такая же Грузия, как Ганмухури, как Зугдиди, как Тбилиси. Провокационные действия больше у вас здесь не пройдут. ფასადებს მიღმა. როგორ ქმნის მასშტაბურობა სიახლის ძიების აუცილებლობას? ტექნოლოგიურმა განვითარებამ
და ადამიანის სიმაღლისკენ სწრაფვამ წარმოშო მოთხოვნილება მაღალ, ცისკენ მიმართულ შენობებზე. თუმცა როგორც წესი, ასეთი სიმაღლეების დაპყრობა მიწის ქვევიდან, შენობის ფუნდამენტიდან იწყება. A-კლასის ბიზნეს ცენტრი, Axis Towers-ი, რომელიც საქართველოში არა მარტო სიმაღლით გამოირჩევა, არამედ სიღრმითაც ყველაზე დიდი იქნება, მოითხოვდა ისეთი პარამეტრების საფუძვლის მშენებლობას, რომელიც საქართველოს სამშენებლო პრაქტიკისთვის აქამდე უცნობი იყო. წარმოიდგინეთ 15 სართულიანი სახლის სიმაღლე. ზუსტად ასეთ სიღრმეს საჭიროებდა 21 საუკუნის თბილისის ყველაზე მასშტაბური მშენებლობის საძირკველი, რომლის მოცულობა იმდენად დიდია, რომ ის Axis Towers-ის ორივე კოშკს ჩაიტევდა. პროექტის მიხედვით დაგეგმილი 4-დონიანი უპრეცედენტო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა საჭირო რაოდენობის ავტოსადგომით, დამოუკიდებელი ლიფტებით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით, კომერციული ფართებით და თანამედროვე უსაფრთხოების აღჭურვილობით საჭიროებდა ისეთი ზომის ქვაბულის ამოთხრას, რომელიც ჩვეულებრივი მეთოდით შეუძლებელი იყო. ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქვაბულის ამოთხრა უფრო რთული მეთოდით წარმოებულიყო და მიწის ამოტანის პარალელურად ორივე ქუჩა ჰორიზონტალური ხიმინჯებით გამაგრებულიყო. რაზეც ჯამში 156 ტონა მეტალი დაიხარჯა. ეს გადაწყვეტილება ზრდიდა პროექტის ბიუჯეტს და მასშტაბურ ლოგისტიკურ მომზადებას მოითხოვდა, რადგან საჭირო იყო როგორც უშუალოდ მიწის სამუშაოების ჩატარება, ასევე ამოთხრილი მიწის ქვაბულიდან ამოტანისა და ქალაქიდან გატანის ორგანიზება. სულ გაზიდული იქნა 31620 მანქანა მიწა. ანუ რომ წარმოიდგინოთ, ამ რაოდენობის სატვირთო ავტომობილებით გაკეთებული კოლონა თბილისიდან ბათუმამდე ჩააღწევდა. ავტომობილები დღე-დაღამ ყოველ 11 წუთში ერთხელ იტვირთებოდა, ირეცხებოდა და ქალაქიდან სპეციალურად შემუშავებული მარშრუტით გადიოდა. შემუშავებული მარშრუტის მიზანი ქალაქის ქუჩების გადატვირთვის გარეშე დაგეგმილი 31000 რეისის განხორციელება იყო. აღნიშნული სამუშაოების შედეგად მომზადდა 140,000 კუბური მეტრის მოცულობის ქვაბული, რომელიც იქნება მყარი საფუძველი Axis Towers-ისათვის, პირველი ქართული ცათამბჯენისათვის, რომელიც ხვალინდელი თბილისის სავიზიტო ბარათი გახდება. ჯორჯ, ისევ მომპარეთ ორბიტი. რატომ მე? ბევრ სიღიმებით. ორბიტ პროფესიონალი, მათეთრებელი სპეციალური მიკროგრანულებით და გეხმარებათ შეინარჩუნოთ ბუნებრივი სიკეთე. და თქვენ ღიმილს ვერ დამალავთ. ორბიტ პროფესიონალი მათეთრებელი, წმენს კბილებს, რასაც ნამდვილად გრძნობთ. როგორ მივხვდი? პროფესიონალი ვარ. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი დიღმის მასივში. მაქსიმალური სართული 6, 24 საათიანი დაცვის სამსახური, საბავშვო ბაღი. დაიწყე ცხოვრება ახალი სტილით. სამშენებლო კომპანია ახალი სტილი. მამა, რატომ აღარ ახველებ? მე ხომ ლაზოლვანი მივიდა. მე როგორ გიშველა? აი ასე. წარმოიდგინე შვილო, რომ ყველა ასე ბხაჭნის ყელს. ეს კი ლაზოლვანია. ის ჯერ მალამოდედება დაავადებულ ყელს. შემდეგ კი ხმად მოქმედებს ფილტვებზე და მოაქვს ნახველი. დააღწიეთ ყველას თავი. დაიხმარეთ ლაზოლვანი. ლაზოლვანის ოფიციალური დისტრიბიუტორი Aversi Pharma, lideri liderta შორის. Due marchi italiani, insieme in un grande gruppo, per esserti sempre più vicino. APAP, dovunque c'è strada. არისტონისაგან, უაღრესად გამორჩეული. ღრძილების სისხლდენა გაწუხებთ? ჩვენ ლაკალუტ აქტივს გირჩევთ. ლაკალუტის სტომატოლოგიის ინსტრუმენტზე ბევრად უმტკივნეულოა. ლაკალუტის სერია, საიმედო დაცვა თქვენი კბილებისათვის. პლატინა. განასხვავე და გახსენი. ჯოშ ჰარტნეტი. დრაკულას შემდეგ ვამპირებზე შექმნილი ყველაზე მასშტაბური ფილმი. 30 დღიანი ღამე. აირჩიე, გახსენი და ისიამოვნე. ლუდი ობოლონი. შენი საუკეთესო არჩევანი. მაგთის აბონენტებო, შეიძინეთ 1 საათის სასაუბროდ რომ მხოლოდ 5 ლარად და ისაუბრეთ მაგთის და ბალის აბონენტებთან 1 საათის განმავლობაში ჩვეულებრივზე 3ჯერ და უფრო მეტად იაფად. სერვისის 1 საათი 5 ლარად გასააქტიურებლად აგრიბეთ 52-50 და OK. აქცია ვრცელდება ქსელის შიდა ზარებზე და გრძელდება 2007 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
მაგთი კავშირი თქვენ სამყაროსთან. კურიერი კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება 2 ნოემბრის შემდეგ პირველად საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ახალი მემარჯვენეები ოპოზიციური პარტია არ ემიჯნება გაერთიანებულ ეროვნულ საბჭოს და მხარს უჭერს არჩევნების აპრილში ჩატარებას, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს რეფერენდუმში ხედავს. ახლების ინიციატივით არჩევნების თარიღი მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ვაგენებ რეფერენდუმის იდეას, ჩვენ მოვითხოვთ რომ პრეზიდენტმა და უმრავლესობამ ძალიან სწრაფად მიიღოს ეს გადაწყვეტილება თუ არა და ალბათ ასეთია გამოსავალი, რომელსაც ახალი მემარჯვენეები ხელისუფლებას და ოპოზიციას თავაზობენ. საპროტესტო გამოსვლებიდან 4 დღის შემდეგ ახლები დუმილს არღვევენ და არჩევნების ჩატარების თარიღის გადაწყვეტას მოსახლეობას ანდობენ. არჩევნები ალბათ რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს, რასაც ითვალისწინებს კანონი და კონსტიტუცია უახლოეს პერიოდში და ჩვენი გათვლებით აბსოლუტურად ესწრება რომ რეფერენდუმზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ეს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს აპრილში. რეფერენდუმის იდეას საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებიდან ერთადერთი მხარდამჭერი აღმოაჩნდა. ამ ფორმით ხალხის აზრის გაგება მხოლოდ მრეწველებისთვის არის მისაღები. დემოკრატიული ფრონტი რეფერენდუმის ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს. ფრაქცია ჩვენი საქართველოს ლიდერმა კი ახლების იდეას პლებისციტი ამჯობინა. თავისუფლად შეიძლება ეს პლებისციტითაც გაკეთდეს და გაიგოს საქართველოს მთავრობამ თუ რას ფიქრობს საქართველოში მცხოვრები ხალხი, ანუ ამომრჩეველი, ვინაიდან ძალაუფლების წყარო საქართველოშიც და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის ხალხი. კარგი იქნება თუ ჩატარდება რეფერენდუმი, თუმცა ერთ რაღაცას ვიტყვი რომ მაინც საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ და ამდენი საარჩევნო რეჟიმი ცოტა შეიძლება ხალხისათვის დამღრელი იყოს, მაგრამ ობიექტურობისათვის გავსაზღვროთ რომ მომხრე არის ხალხი თუ არ არის მომხრე იმის, როდის ჩატარდეს შემოდგომაზე თუ გაზაფხულზე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. საქართველოს ხალხმა პარლამენტი არჩევა 4 წლით, თვლა ვიცით 4-მდე მეტი კითხვა საჭირო არ არის. ახლა ეს ამბავია საქართველოს პარლამენტი მართლა ახსოვს მას რომ 4 წლით არჩეული თუ უნდა რომ 7 წლით იყოს. ახლების ინიციატივის საწინააღმდეგოდ საკუთარი არგუმენტები აქვს უმრავლესობას. რეფერენდუმის მოწყობას კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ კრძალავს. მმართველ პარტიას ახლების ინიცირებული რეფერენდუმის კითხვის საკუთარი ვერსია აქვს. გინდათ პატარკაციშვილის კანტორაში თუ გინდათ დამოუკიდებელ და განვითარებულ საქართველოში. ალბათ ესეთი უნდა იყოს კითხვა. ცნობილია გამყრელიძის დამოკიდებულება ბადრი პატარკაციშვილთან ის სულ ახლახან იყო ვიზიტით. პატარკაციშვილი ვისი პირით და რა ფორმით გამოგვეგზავნის ერთი და იგივე წინადადებას ეს ჩვენ პოზიციას და რეალობას არ შეცვლის. პრეზიდენტმა გუშინ გარკვევით თქვა და დახურა ეს თემა. რატო არის საქართველოს ნაციონალური ინტერესებისთვის ბევრად უკეთესი, რომ არჩევნები ჩატარდეს რამოდენიმე თვით უკან. რამოდენიმე თვით წინ. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები რჩება ყველა შემთხვევაში და ეს ყველას ესმის, ყველაზე უფრო სახიფათო მომენტს დაამტყუა არჩევნები, ეს უბრალოდ უპასუხისმგებლო იქნება. ახლები რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს არასაპარლამენტო პარტიებთანაც გეგმავენ. და ამ თემასთან დაკავშირებით კურიერის შეკითხვებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე უპასუხებს. საღამოშვიდობისა ბატონო გივი. საღამოშვიდობის. ბატონო გივი, რატომ არის რეფერენდუმი მიუღებელი უმრავლესობისთვის? ხომ არ არის ეს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან? არა, გამოსავალი რა თქმა უნდა არ არის, ნუ ჯერ ესე შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რომ რეფერენდუმი საერთოდ ამ კანონის ცვლილებებზე არ არის დაშვებული, ეხანდელი ჩანაწერით კონსტიტუციით, მაშინ კონსტიტუციური ცვლილება უნდა იმას რომ იყოს გახდეს დაშვებული, მაგრამ ესეც არ არის პრინციპული საკითხი. ჩვენ მე მგონი პრეზიდენტის პირით გუშინ და ყველა ჩვენთაგანმა დავასაბუთეთ მაქსიმალურად დეტალურად თუ რატომ მივიჩნევთ რომ არჩევნები უნდა გაიმართოს შემოდგომაზე და ვფიქრობთ რომ ეს არის აბსოლუტურად საკმარისი დასაბუთება. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და რეფერენდუმის პლებისციტით ყველაფერი ერთად ჩატარდეს შემოდგომაზე არჩევნებზე. ეს არჩევნები იქნება თავისთავად რეფერენდუმისა და პლებისციტით. იქ იტყვის ხალხი რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როცა ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ თუ არა. ამიტომ არჩევანის საშუალება ხალხს ბუნებრივია ექნება. ხალხ მეორე არის რატო დგება საკითხები ესეთი რიგითობით ბუნებრივია რომ ეხლა სადაც არ უნდა იმართებოდეს თათბირები ტაქტიკურ საკითხებზე სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ პატარკაციშვილი. პატარკაციშვილმა დაავალა რა თქმა უნდა ბატონ გამყრელიძეს ის რომ მოეწოდებინა იდეა რეფერენდუმის
და ის არსებითად იბრძვის ახლა ყველა ფრონტზე ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ აქცია იწურება, მას ხალხი აკლდება ყოველდღიურად ყველა თითქმის საშუალება იმისა, რომ ხალხი შეაკავონ აქციაზე უკვე გამოყენებულია და დამატებითი ეს საშუალებების ძიება ხდება პატარგაჩვილის მიერ. ერთ-ერთი აღმოჩნდა ეს სწორედ ეს ახალი იდეა ვითომ რეფერენდუმის, ანუ ძველი იდეა შეფუთული ახალ რაღაც სამოსში და მე მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა გზებსაც ეძებს. ჩემი ინფორმაციით ის დაუკავშირდა ირაკლი ოქროაშვილს და თხოვა, რომ ოქროაშვილი ჩაერთოს მიტინგზე სატელეფონო ჩართვით, მოუწოდოს მხარდამჭერებს მიტინგზე მისვლისათვის, იმისაც რომ ცოტათი კიდე გაახანგრძლივონ ეს მიტინგი და ნუ შემდეგ შეპირდა ბუნებრივია საკუთარი თვითმფრინავი ჩამოყვანას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მეორე მხრივ დინამიკა მეტყველებს იმაზე, რომ ხალხი არის ბრძენი, ხალხს ჩვენ ხალხს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი მეხსიერება, რაც თავარია იმისა, რომ ზუსტად დაინახოს და ზუსტად გაიხსენოს ის ანალოგიები, რომლებიც სახეზეა, ყველას ახსოვს ასლან აბაშიძე თავისი ტელევიზიით, სადაც სხვა შორის ასევე გიორგი თარგამაძე იყო ამ ტელევიზიის სულის ჩამდგმელი, ეხლა ეს გიორგი თარგამაძე არის უკვე ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიის სათავეებში, ამიტომ ხალხი ყველაფერს ხვდება და ეს დინამიკა ხალხის კლების მიტინგზე არის სწორედ აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამიტომ ვერანაირი ოქროაშვილის სატელეფონო ჩართვები და პატარკაციშვილის თვითმფრინავით მისი მგზავრობა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, მე დარწმუნებული ვარ, ეს მიტინგი გამოიწურება უბრალოდ. საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეთ, ანუ ოქროაშვილი აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას? მე ვერ გეტყვით, რას აპირებს, მე ვიცი, რომ პატარკაციშვილმა მას ეს თხოვა და ესეთ ჩართვა შეიძლება განხორციელდეს დღეს, ხვალ არ ვიცი ამ დღეებში. ყოველ შემთხვევაში მე რაც ზუსტად ვიცი, რომ პატარკაციშვილი არის მუდმივად იმის ძიებაში, თუ რა საშუალებით, რა ტრიუკებით მოახერხოს, რომ გაახანგრძლივოს ეს მიტინგი და შეაკავოს რამენაირად ის ხალხი, რომელსაც ის ყოველდღიურად ამუშავებს თავისი სიცრუის მანქანის ტელევიზია იმედის მეშვეობით, ახდენს მათ ზომბირებას. და ეს იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ტრიუკი, რომელსაც იმედი ამომწურავად, რა თქმა უნდა, გაათამაშებს. მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრიუკები აღარ იმუშავებს. და რაც შეეხება თავად ირაკლი ოქროაშვილის სტატუსს დღეისათვის, ირაკლი ოქროაშვილის საქმე კლავძიებაშია, როგორც ჩემთვის ცნობილია, ის უბრალოდ დროებით არის წასული საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ანუ თუ აპირთხოვნის და შესაბამისად ის არის წასული სამკურნალოდ, მის საქმე არის ძიებაში და მას წინ აქვს სასამართლო, რა თქმა უნდა. ანუ გამოძიების მოთხოვნის შესაბამისად ირაკლი ოქროაშვილი ვალდებული იქნება, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის განსაზღვრული კანონმდებლობით და თუ ის ეხლა ზუსტად არ მახსოვს ვადა, რაღაც კონკრეტულ ვადაში არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, მაშინ მის მიმართ იქნება შესაბამისი ზომები გამოყენებული. დიდი მადლობა ბატონო გივი, კურიერის პირდაპირ ეთერში თავდაცვითი და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე საუბრობდა. რატომ არ შეიცვლება არჩევნების თარიღი და რატომ არ იზიარებს ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს? მიტინგის დაწყებიდან მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილმა თითქმის 1 საათიან ინტერვიუში ხელისუფლების პოზიცია გამოხატა. რამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში და ვინ მართავს რეალურად რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს? მე ამბოხე ხალხის პრეზიდენტი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს აფასებდა. ინტერვიუს რამდენიმე წუთში ოპოზიციის რეაქცია მოყვა. ლიდერები ყველაზე მეტად ჩაუბნელი ძალების ხსენებამ გააღიზიანა. მე ამბოხე ერის პრეზიდენტი. მე ვარ იმ ერის პრეზიდენტი, რომელიც თემი მსოფლიოს დასანახად. ყველას უთხრა, რაც არ უნდა მოგვაწე, რაც არ უნდა დაგვაშანტაჟონ, რაც არ უნდა ემბარგო გამოგვიცხადონ, რაც არ უნდა სასუნთქი არხები გადაგვიკეტონ. ჩვენ მაინც ჩვენსაც გავიტანთ მივალთ ბოლომდე და გავაკეთებთ ის, რაც არის გასაკეთებელი, მიუხედავად ძალიან დიდი ძალების, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება. პრეზიდენტის ინტერვიუ 42 წუთს გრძელდებოდა. მთავარი სასაუბრო თემა საპროტესტო აქციები და მათი ორგანიზატორები იყვნენ. ქვეყნის პირველმა პირმა ღიად განმარტა, რომ გამოსვლები რუსული სცენარით იმართება. ცდელობა ბრნელი, ფულიანი ძალის თავზე ხელაღებულის, რომელიც არ არის დამძიმებული არც პასუხისგებლობის, არც საქართველოს სიყვარულის განცდით და რომელიც პირდაპირ არის მიმული საქართველოს გარე ფაქტორებთან, აი ამ ძალის ცდელობა მოვიდეს და თავხედურად მოგთხოვოს. რაც საჯაროდ ითქვა კიდევაც, რომ გამიყავით საქართველოს ხელისუფლება. არანაირი დათმობა ამ შავბნელ აბსოლუტურად 100% უარყოფით ძალებთან.
მიტინგის ორგანიზატორები შავბნელ ძალებთან გაიგივებას ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი შეფასებით პრეზიდენტმა შეურაცხყოფა არა მათ, არამედ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს მიაყენა. მან თქვა, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, არიან შავბნელი ძალები, ისინი არიან ბრიყვები, ისინი არიან მარგინალები და მრავალი თავისი ეს ძალიან სასიამოვნო ლექსიკიდან, რომელიც მას ახასიათებს, თითქმის ყველა სიტყვა დახარჯა. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ ხალხს ესე ელაპარაკება. მე ისეთი შტაბეჭდილება მაქვს, რომ პრეზიდენტს ქვემოთ ელოდება სასტრაფო მანქანა და ის თეთრი ხალათები რო არის რა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. თუ ის ადამიანები, ვინც იქ დგანან, არიან შავბნელი ძალა, მაშინ საქართველოს ყოფილა შავბნელი ძალა, მე მზათა ვარ, რომ ვიყო ის შავბნელი ძალა, რომელიც დღეს აიგ დგას. ეს ადამიანები უბრალოდ საბაბს ეძებენ, რომ მოახდინონ ესკალაცია ქვეყანაში, ეძებენ საბაბს, მაგრამ ვერ იპოვნიან. სწორედ ამაზე თქვა პრეზიდენტმა, ვაზუსტებ, რომ ეს ძალები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ქვეყანაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ პროფესიონალებად, აი ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ ცოტა ხნის წინ ინტერვიუს გაძლევდნენ, ესენი წარმოადგენენ შავბნელ ძალას. უნდა გავიხსენოთ პრეზიდენტის სიტყვაში მოხსენიებული სიცრუის მანქანა, უბრალოდ ჩვენ ნახეთ რა მყისიერად ამოქმედა ეს მანქანა და ოპოზიცია პირველი დაბნეული ოპოზიცია შეეცადა იმას, რომ პრეზიდენტის სიტყვები, რომლებიც ეკუთვნოდა მათ და მათ პატრონს გადაებრალებინათ ხალხზე. ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც დათმობას აპირებს. მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების აპრილში გადმოტანის მთავარი კონტრარგუმენტებიც მოიყვანა. რუსეთის ფედერაციაში დაიწყო ორი ომი ჩეჩნეთში არჩევნების გამო საკუთარ ტერიტორიაზე. და მე კარგად მინდა გავაცნობიეროთ, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველოს რუსეთის შემდეგი არჩევნების აი ახლა საარჩევნო ციკლის განმავლობაში დეკემბერში და შემდეგ მარტში და შემდეგ გარდამავალ პერიოდში 1-2 თვე მარტის შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ და კოსოვო ემთხოვეთ როგორც გითხარით და ბევრი სხვა ფაქტორი. რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს. აპრილში არის ნატოს სამიტი ბუქარესტში, რომელზეც არის აბსოლუტურად რეალისტური შანსი საქართველოს შემდგომი ნაბიჯი გადადგას ნატოში გაწევრიანების კუთხით, რაც ასევე არის თავარი ქვაკუთხედი. რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების დოქტრინის არ დაუშვას საქართველოს მიახლოება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან. პრეზიდენტი ლაპარაკობდა სისულელეს, საქართველოს პრეზიდენტი როგორც ჩანს, საქმის არსში ვერ არის გარკვეული, საქართველოს პრეზიდენტი ერთმანეთში ურევს საქართველოს და რუსეთის პრობლემებს. ის გვიყვება რატო დანიშნა არჩევნები რუსეთის არჩევნებთან შეფარდებაში, მე არ ამგონია რომ ასეთის დიდი ხანია, ბევრი სისულელის საკითხვა მიწევდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავ. ბევრი სისულელის მოსმენა მიწევს. მსგავსი სისულელე მე საქართველოს პარლამენტშიც კი არ გამიგონია. ასეთი უსირცხილოდ ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს საქართველოს პრეზიდენტი, თვითონ ვარს ამბობს იმაზე, რომ იყოს თავისი ქვეყნის უმრავლესობის, იმიტომ დღეს უკვე ეს უმრავლესობა არის, თავისი ქვეყნის უმრავლესობის პრეზიდენტი და საერთოდ თავისი ქვეყნის პრეზიდენტი. ძალიან ბევრს ქვეყნის გარეთაც და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნით აწყობს, რომ ქვეყანაში იყოს შფოთი, არეულობა და ქვეყანა კვლავ დაბრუნდეს მრავალი წლით უკან. და აი ეს საშიშროება დგას რეალურად ჩვენი ქვეყნის წინაშე. ხანგრძლივ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა სოციალური პრობლემებით შეწუხებულ აქციის მონაწილეებსაც მიმართა და ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეც ისაუბრა. არ ვთვლის სწორად, რომ მუდმივად 24 საათი ვილაპარაკო იმ პრობლემების და გაჭირვებაზე, რომელიც აქვს ჩვენ ხალხს. მაგრამ მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ მე ყოველთვის ვფიქრობ იმ პრობლემებზე, იმ სიძნელეებზე და იმ გაჭირვებაზე, რომელიც აქვს ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს. ვისურვებდი, რომ ქონოდა ამ წლების განმავლობაში ჯადოსნური ჯოხი თავიდან ამექნია ჩაომექნია და მთელი ქვეყანა უცებ გადაქცეულიყო ჰონკონგად, სინგაპურად ან ჰოლანდიის რომელიმე განვითარებულ რეგიონით გვეცხოვრა. ეს იყო შევარდნაძის წიაღში გაზრდილი უსირცხვილო პოლიტიკოსის მონოლოგი. ასეთ მონოლოგებს ჩვენ დავეჩვიეთ უკვე 4 წლის განმავლობაში, ახალი აქ არაფერი არ იყო.
მან გამოაგზავნა კასეტა გაურკვეველი ადგილიდან. მინდა გითხრათ, რომ ასე არ იქცევა არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, ერთადერთი ადამიანი, ვინც მე ვიცი, რომ იქცევა ასე არის ბინ ლადენი, რომელიც გაურკვეველი ადგილებიდან მიმავლობაში ყოფი აგზავნის კასეტებს. მინდა ვთხოვოს საქართველოს მოსახლეობას, რომ თუ სადმე შენიშნეს მაღალი, შავთმიანი, ანერვიულებული ტიპი, გვაცნობონ მისი ადგილსამყოფელი შესახებ. პრეზიდენტმა ზამკაფიოდ გამიჯნა ხალხი, თუნდაც ყველაზე უფრო კრიტიკულად განწყობილი ჩვენი მოქალაქეები. მათ შორის ამ აქციის მონაწილეები, რომლებსაც აქვთ რეალური პრობლემები და ეს რეალური პრობლემები არის ამ სახელმწიფოს, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. პრეზიდენტის განცხადებების მიუხედავად პოლიტიკური პარტიების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა. ოპოზიცია ხალხს კვლავ აქციებისკენ მოუწოდებს. მომიტინგების მოთხოვნის განხილვამდე ახალი მემარჯვენეები საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. დეპუტატების მტკიცებით, როცა ქვეყანაში დაძაბული ვითარება სასესიო კვირაში სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია. ეს განცხადება ფრაქციის ლიდერმა სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დღეს განაცხადა, რომ კიდევ აქვს ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედი და შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი, შეიძლება დიდი ნაწილი, რომელიც ამ მიტინგზე მონაწილეობას იღებდა განსაკუთრებით პირველ დღეს და განსაკუთრებით გარკვეულ ეტაპებამდე, ალბათ მოსულია სხვადასხვა წუხილით, სხვადასხვა გულის ტკივილით, აქ არის სოციალური მოთხოვნებიც, აქ არის უმუშევრობაც, აქ არის ზოგიერთისთვის უფრო მეტი სამართლიანობის ძებნა. ყველა ეს პრობლემა ჩვენთვის არის ცნობილი, ამაზე გუშინაც ითქვა და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არც ერთი ამ პრობლემის იგნორირებას და არც ერთ ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვას ჩვენ არ ვაპირებთ. დინარეობს დიალოგი, ჩვენ მზადვართ, რომ კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ეს დიალოგი და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ სურვილი დიალოგის არის, ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს და ამის მზაობა ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. რუსეთის სამშვიდობოები გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას სეპარატისტების ორგანიზებულ მიტინგზე მისვლას აიძულებენ. მშვიდობის ყოფილები დაბალი ზონის სოფლებში უკვე რამდენიმე დღეა პატრულირებენ. პროკლამაციებში, რომელსაც ცისფერჩაფხუტიანები არიგებენ, ნათქვამია, რომ სოხუმის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოში ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს და ასევე მოითხოვს კონფლიქტის ზონაში რუსის სამხედროების დარჩენას. ფრიდონ კვარაცხელია სახლიდან 3 ნოემბერს აფხაზეთის ენერგო კომპანიის უფროსის მოადგილემ გამოიყვანა. უთხრა, რომ სოფელში ელექტროენერგიის გადასახადი უნდა აეკრიბა, მაგრამ კვარაცხელია 209 სამშვიდობო პოსტთან აღმოჩნდა, სადაც მას გენერალი ჩაბანი დახვდა. რუსის სამშვიდობოების მთავარსარდალმა კვარაცხელიას რუსული ტელეკომპანიებისთვის ინტერვიუს მიცემა და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება აიძულა. ამის გასამრჩევლად კი კვარაცხელიას 300 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. როცა მოვედია მერე ვიცხეს ან ეს უსვაც ავიდნენ ფული მაძლიეს მათ ქვევინეს ეს ყველა ყველაფერი რომელიც გამოვედი საქართველოს მოღალატე და არა ვარ სიტანზე საქართველოს მოღალატე რამაც ქვევინეს და თქვი რომ რუსი ჯარი კარგად გასახ რუსი ჯარი ნორმალურად არის და ამიტომ ეს სიტყვები მათ ქვევინეს რომელიც ეს არ ექვემდებარება სიმართლეს. უკვე 2 დღეა გალის დაბალი ზონის სოფლებში რუსის სამშვიდობოებით დატვირთული ჯავშან ტრანსპორტიორები დადიან. მიზეზი 7 ნოემბერს სოხუმში დაგეგმილი მიტინგისთვის ხალხის შეკრებაა. უნდათ რომ გამოიყვანონ ხალი ნაწილზე პატიჟებია სოხუმში 7 ნოემბერს მიტინგზე ნაწილს უშვებენ თბილისში რათა დაუჭირონ მხარი ოპოზიციას. გვაკითხეს ჯავშან ტრანსპორტიორები შემოიჭნენ, ჩამოვიდნენ, ოჯახიდან 3-4 კაცი აუცილებლად უნდა ჩავიწეროთ, უნდა წავიდეთ სოხუმში, იქ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და გამოვთქვა თითქოს იმის კმაყოფილება, რომ ეს რუსები იყვნენ აქ და არ გავიდნენ აქედან საერთოდ. სამშვიდობოებმა გალში პროკლამაციებიც დაარიგეს, რომელსაც მოსახლეობას აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მიმართვაში უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად სამშვიდობოების ქართულ ტერიტორიაზე დარჩენას და საქართველოში ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებენ. რა წერია შვილობა? საქართველოს ხელისუფლება უყანონოდ ითხოვს DSS სამშვილობო ძალების გაყვანის კონფლიქტის ზონიდან. გაყვანას მოუწოდებ მოსახლეობას ჩაატარონ საპროტესტო აქციები. მოითხოვეთ საქართველოს ხელისუფლების ვადამდელი არჩევნები და მხარი დაუჭირეთ DSS სამშვიდობო მისიას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. აფხაზის სეპარატისტებისა და რუსის სამშვიდობოების მოთხოვნის თავისარიდების მიზნით გალიდან ახალგაზრდები ზუგდიდში გადადიან. გადასასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია, ამიტომ მოსახლეობას შემოვლით იქ გზით უწევს გადასვლა.
რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თამარ ბაღაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. თამარ, რა განცხადებები გეცდება? ამ წუთებში განცხადებები აღარ კეთდება, უკვე რამდენიმე წუთის განმავლობაში აქ ისმის მხოლოდ ლექსები და სიმღერები. ამ დროისთვისაც ერთ-ერთ სიმღერას ასრულებს კახეთიდან ჩამოყვანილი გუნდი, ისინი ძირითადად ხალხურ სიმღერებს ასრულებენ და რეპერტუარის ძირითადი ნაწილი, აი ამ სიმღერების ძირითადი ნაწილი ეძღვნებათ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებმაც დღეს შიმშილობა გამოაცხადეს. სწორედ ამ წუთებშიც ერთ იმპროვიზებული კონცერტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე. აქ ისევ გამოჩნდნენ სახეები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩანან აქციაზე. გოგა ჟვანიამ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება დიალოგის აუცილებლობას. შედეგი რომ გამოიღოს ამ ყველაფერმა, ალბათ პირველ რიგში ხელისუფლებას მოეთხოვება მაგაზე პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ხელისუფლება უნდა ყველანაირად ცდილობდეს ქვეყანაში